ტერიტორიები დავკარგეთო გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ჩორჩანაში საგუშაგო რო გახსნაო ამბობენ სახელმწიფო მედიები და ქართული ოცნების წარმომადგენლები. 16 ივნისს ტელეკომპანია იმედმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა საქართველოს ფიზიკური რუკის მონაკვეთის სამსახველი ფოტო და მტკიცება, რომ გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ საქართველოს სახელმწიფომ ჯამში მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგა. რუკის მიხედვით, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, წითელი შტრიხ-კოდებით დაფარულია ტერიტორია ის ტყის მასივი, რომლის ოკუპირება 2019 წელს მოხდა. შესაბამისად ტელეკომპანია იმედის მტკიცებით 2019 წელს საქართველოს მილიონ კვადრატულ მეტრ მიწაზე მეტი დაკარგა. საგულისხმოა რომ ტელეკომპანიის მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება თეა წულუკიანის მიერ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარებას ემთხვევა 23 ივნისს დაგეგმილ გამოკითხვაზე საუბარი ჩორჩანის წაღლისა და სხვა სოფლების თემებზე გაგრძელდება. Facebook-ზე ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თუ თეა წულუკიანის მტკიცებების საპირისპიროდ სხვადასხვა პერიოდში ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად ამბობდნენ, რომ საქართველოს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ტერიტორიები არ დაუკარგავს. მაგალითად, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გამართვიდან რამდენიმე თვეში 2019 წლის 1 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, პირველი პრეცედენტი დაიშვა ჩვენი ხელისუფლების და ბიზინა ივანიშვილის პერიოდში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. ყველა მმართველის პერიოდში საქართველოს დაკარგა ტერიტორიები. მან აქვე განაცხადა, რომ იმ მმართველებს, რომლებმაც ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვა ვერ ააცილეს თავიდან, პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ. მსგავსი შინაარსის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 8 ნოემბერს უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროსაც გააჟღერა, როდესაც თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მან წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, ჩვენ გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი და არ დაუკარგავს ტერიტორიები. ირაკლი ღარიბაშვილი იმავე 2024 წელსაც ამტკიცებდა. მაგალითად 8 აგვისტოს მან აღნიშნა, 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები. 2022 წლის 23 მაისს იგივე შინაარსის მტკიცება ირაკლი ყობახიძემაც გააჟღერა, რომელიც მაშინ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ის ამბობდა, რაც შეეხება ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მან 2012 წელს დააფუძნა, როცა გაისტუმრა ეს კრიმინალური რეჟიმი. მისი შედეგებია, რომ ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ჩვენი ტერიტორიები. მას შემდეგ, ანუ მანამდე რუსეთს ჰქონდა მუდმივი პროგრესი საქართველოში. ჩვენი ხელისუფლების დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პროგრესი შეწყდა. იმავე ამტკიცებდა 2023 წლის 18 დეკემბერს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც განაცხადა, ფაქტები ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი არ დაუთმია და ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებით ტერიტორიები არ დაუკარგავს. ჯეფაქტი არ შედის მსჯელობაში ამ ორი პოზიციიდან, რომელია სიმართლესთან ახლოს. თუმცა ფაქტია, რომ 2025 წლის 16 ივნისს ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ახლა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების პოზიციები, რომ 2019 წელს მილიონი კვადრატული მეტრის ოკუპაცია მოხდა, ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებსვე ეწინააღმდეგება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პირობებში ტერიტორია არ დაკარგულა. მეტი მსგავსი ვიდეოს სანახავად გამოიწერეთ ჩვენი არხი, უფრო მეტი დეტალი იხილეთ ჩვენ სტატიაში და დაელოდეთ სხვა ვიდეოებს.